უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას მოусმინეს, რომელმაც პასუხი გასცა დეპუტატების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე. მინისტრმა ისაუბრა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებზე, სხვადასხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიღებულ დადებით შედეგებზე, კულტურის განვითარების მიმართულებით სამინისტროს მუშაობაზე. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს მინისტრისა და სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა. ჩვენ დავინახეთ, რომ სამინისტრომ წინა წელთან შედარებით, წინა წლებთან შედარებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. დღეს ძირითადად შეკითხვები შეეხებოდა კულტურის სფეროს შეეხებოდა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქ ბრწამდებოდნენ, თვითონაც გამოვიდნენ და ისაუბრეს მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც მათ წინაშე დგას. ჩვენი ხელოვანების გასვლა საზღვარგარეთ ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის, არა მხოლოდ კულტურული, არამედ ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის ღონისძიებაა ეს თავისთავად და ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მეტი დახმარება აღმოუჩინოთ მომავალში კულტურის სფეროს. ამჯერად ცოტა სხვაგვარი ფორმატით წარვდექით უმაღლეს საბჭოში, ჩემს მოადგილებთან ერთად მოვედით და გარდა ამისა ყველა იმ სიპის ხელმძღვანელთან ერთად, რომელთა საქმიანობაზე ყვებოდით. აქ იყო ანსამბლ აფხაზეთის ხელმძღვანელი, კაპელას ხელმძღვანელი, შავნაბადას ხელმძღვანელი და ამ ფორმატმა ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ იყო უშუალო კითხვა-პასუხი, ეს არ იყო მხოლოდ შეხვედრისთვის, ბევრად უფრო სიღრმისეული განხილვა იყო.